30 წელი ქართული ფეხბურთის პირველი ევროპული ტრიუმფიდან ტიტულოვანი ქართული კლუბის მნიშვნელოვან თარიღს დინამოელებთან ერთად 80-იანი წლების სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც აღნიშნავენ. 1991 წელს საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. დინამომ მაშინ კარლ ცეისი ანგარიშით 2-1 ფინალში დაამარცხა. და ოთარ გიორგაძე საუბრობს მოამბის პირდაპირ ეთერში. ოთარ, გისმენთ. ლევან, დღეს ნამდვილად გამორჩეული დღეა ქართული სპორტისთვის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზუსტად 30 წელი შესრულდა იმ ისტორიული მატჩის შემდეგ, როდესაც საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბად თბილისის დინამო პირველი ევროპული ჯილდო მოიგო და ამ 30 წლის მანძილზე ის კადრები, რომელიც ყველა გულშემატკივრისთვის აყვარელია, განსაკუთრებულ ემოციას ბადებს ნებისმიერ კომახში. სწორედ ამიტომ 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისი უამრავი სტუმარი ეწვია, თუმცა დღეს თბილისის დინამოს ვეტერანები თბილისის დინამოს ხელმძღვანელობა თანხდება, რომ ეს იყო მართლაც ისტორიული მატჩი, თუმცა სასურველია, რომ ახალმა თაობებმა კიდევ უფრო მეტი შედეგი მოუტანოს ქართულ ფეხბურთს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრი საპატიო სტუმარი გვეწვია უცხოეთიდან და ყველაზე სასიხარულო ალბათ ის არის, რომ ამ 13 მაისს ჩვენ ხვდებით მშენებლობით, ხედავთ, რომ ძირეული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს ბაზის და აკეთება ფაქტიურად ევროპული დონის მაღალი დონის საწვნელი ბაზა. ძალიან ძლიერი გუნდი ვიყავით რა, 90 წლის დინამო ვიყავით, ძალიან ძლიერი გუნდი ვიყავით. ეს იმიდანაც შანდა, რომ ძალიან კარგი გუნდეს მოუგეთ მალამდე და აქედან გამომდინარე ჩვენ მარტო ერთ-ერთი ჰქონდა იმედი იმისა, რომ უნდა გაგვიმარჯვოთ და ესეც მოხდა. მე დღეს მინდა თელ საქართველოს მიულოცოს 13 მაისი და მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მოკლე ხანში აი ეს გამეორებული იყოს. თბილისის დინამო ახალ საფეხბურთო სეზონს სიახლეებით ხვდება, სწორედ ეს სიახლეები ნახეს იმ საპატიო სტუმრებმა, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ. მოგეხსენებათ, რომ თბილისის დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, სადაც დაახლოებით 3 თვეში იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა. თბილისში იმყოფებიან ვეტერანი გერმანელი, უკრაინელი, სომეხი სპორტსმენები, ის ფეხბურთელები, რომლებმაც ქართულ ფეხბურთელებთან ერთად შექმნეს განსაკუთრებული თაობა, განსაკუთრებული ემოცია მოგვარეს გულშემატკივარს და სწორედ ამით გახდნენ დასამახსოვრებლები. სწორედ ვეტერანი უცხოელი სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს სპორტის იმ სახეობაში, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია. ეს არის დიდი ზეიმი ქართველებისთვის. 91-ში, როდესაც დინამომ ეს გამარჯვება მოიპოვა, ჩვენთვისაც სასიხარულო იყო. იმ თაობის წარმომადგენლებს ყოველს კარგად ვიცნობ, რადგანაც მათთან ერთად ნაკრებში თამაშობდი და შეკრებებს ერთად გავდიოდით. ამ ბიჭებმა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. 30 წლის წინ მთელი საქართველო უბედნიერესი იყო. ჩვენმა თაობამ 1964 წელს ჩემპიონობა მოიპოვა. 91-ში კი თასების მფლობელთა თასის აღებით დინამო ევროპამ გაიცნო. ის გუნდი ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ერთს ვისურვებდი, რომ ახალ თაობებს კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებისთვის მიაღწიოს. ემოციები დატვირთულ დღეს შეაჯამებენ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საღამოს 7 საათზე დაიწყება საპატიოს საზეიმო საღამო, სადაც მოწვეულები იქნებიან სტუმრები, ასევე თბილისის დინამოს ყველა თაობის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ ნახავენ იმ ისტორიულ კადრებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, თბილისის ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს. კიდევ ერთხელ ულოცავ თბილისის დინამოს ყველა გულშემატკივარს და მადლობა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც განსაკუთრებული ემოცია მოგვარეს ქართულ კომახს.